მახსოვს დარეკეს სამდივნოდან საპატრიარქოსი და გთხოვეს, რომ უნდა მივიდეთ უწმინდესთან გვიბარებს. და ჩვენ მანამდე როგორ არ ვიცოდით და თისკაცი რო ადამიანი, რომელიც ბრძენია და ჭკვიანია თან. სულ სადღაც სადმე ვჩერდებოდით შორს, ახლოს არც გაგვიბედავს ჩვენ რომ მივსულიყავით მასთან და ესე გვიბარებენ. ჩვენ მივდივართ. საღამოა. ღამის ლოცვები ახლოვდება საპატრიარქოში. ვიცოდით რა დროს იყო ზარების ხმა შეისმოდა ჩვენთან და უცებ ხედავ რომ უწმინდესი ზის ბაღში დაბლა სკამზე გარეთ ბაღში და შორენა ახლოს და მახსოვს რომ მეცვა შინდისფერი ინდური კაბა რაღაცა ძალიან კაი მაქვს ეხლაც ის შევინახე სამუდმო და შორენას ხმა გავიგონე სანამ მივახლოვდებით უკვე წამოდგა ფეხზე შორენა გველოდება და უთხრა რომ უწმინდეს რომ ეთეროსაცვია თუ შური კაბაო ხო და აი მათი ეს კაბა და შორენასგან გავიგე რომ უწმინდესო ეთეროსაცვია თუ შური კაბაო დავიხედე და არ მაცვია თუ შური და ეს როგორ უნდა უთხრა პატრიარქთან ხო ტყუილი გამოვაცხო და დავდუმდი. ხო და მერე სულ მინდოდა რომ მეთქვა როდესმე სულ რაღაც ვალად მქონდა ეს და შორენას მართლა ეგონა ეს როდი თუ შური იყო და ძალიან გამიცინა და ხო რა ლამაზი კაბა. ის ადამიანი იყო ნამდვილი, აი ნამდვილი და ესე დაიწყო ჩვენი ურთიერთობები, ჩვენ როგორც ფოლკლორისტები, ბევრი რამე აინტერესებდა, ბევრ რაღაცას გვეკითხებოდა, საუბრობდით ჩვენთვის. ყოველთვის ბედნიერება იყო მასთან შეხვედრა. აი ჩაგეძიებოდა, ბოლომდე ჩაყვებოდა თვითონ იმუშს და მე ამისი რომ ვეუბნებოდით, რომ ბევრი ვარიანტი აქვს ერთ ტექსტს, მაგალითად ერთ ლექსს, ერთ ანდრეს, ერთ თქმულებას შეიძლება რის გამო გვხდება ეგრე. მას ძალიან მოსწონდა ამ თემებზე საუბარი. სხვა რამეზეც, ტრადიციებზეც. მახსოვს რომ ამბე ლაშარი რა ლამაზია თუშეთი და ლაშარობა თუშური. თვითონ გაიხსენა ეს ლაშარიო რა დღესასწაულიაო და მე ვთხარი რომ წმინდა გიორგის დღესასწაულია მეთქი და თუშები შავლები და მთის ხალხი ლაშარობას ეძახიან. როგორ მიგვიღებდა, როგორ გვიცინოდა, როგორ და გეჩვენებოდა რომ შენზე მაგრა არავინ არ უყვარს ამ ქვეყანაზე. და ყველას ეგრე ეპყრობოდა. ეს მისი უდიდესი არ ვიცი რა ძალდაღონე იყო, მაგრამ ეს ღონე ყველასგან განსხვავებულად ჰქონდა. და იყავი ბედნიერი, ყველა იყო ბედნიერი უკან რომ ბრუნდებოდა იქიდან, რომ გამოსვლა რო არ გინდოდა, რომ გინდოდა რომ იქ ყოფილიყავი. სულ სიყვარულს ვითხოვდა, ერთმანეთის სიყვარულს. სულ ამბობდა რომ უნდა დაათმოს ადამიანმა. ხან შეცდომაც უნდა აპატიო, ხან ეგეთია ცხოვრება. მე მახსოვს თუშეთში რო ვიყავით ერთად და ამეც ერთად გავათიეთ გვიანობამდე. ის დღეები ჩვენთვის არის ჩვენი წიგნი ამის დასტური 3 დღე-ღამე ვიფრინეთ თუშეთიდან ხევსურეთში. ამ ორ მიწას არც ერთი ჩვენი წინარე პატრიარქის ფეხი არ ქონდა დაკარებული და მან ეს თუშები და ხევსურები ძალიან გააბედნიერა. და მომახსოვრდა, როცა უკვე ეკლესიაში, ომალოს ეკლესიაში უნდა ჩაბძანებულიყო,
რთუშებმა მთელი ალპური ყვავილებით, ყაყაჩოებით, გვირილებით აი ესე დიდი ბილიკი დიდი დაუფინეს განიერი და იმ ყვავილებზე ჩაატარეს უწმინდესი და როცა უკვე უნდა ასულიყო ვერტფრენში უნდა ჩავლაგებულიყავით ჩვენც და გადაუფრენილიყავით ხევსურეთში ჯერ თუშეთით დავიწყეთ და შებრუნდა და ხალხს უთხრა თუშეთი რა საოცარი ყოფილაო მე მინდოდა ჩემი გული აქ დამეტოვა თუშეთში დამეტოვაო დავფიქრდი დანარჩენ საქართველოსაც ხო სჭირდება იმათ რა უთხრაო და ამიტომ მივდივარ თორე ჩემი გულის აქ დატოვება მინდოდა მე აი არც ყურში მეცვლება ის ხმა და არც თქმა